მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ორ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაიყო. აღმოსავლეთ ნაწილი სოციალისტური სახელმწიფო გახდა, რომელიც საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ იყო მოქცეული. ეს ახლად შექმნილი სახელმწიფო, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით იყო ცნობილი, გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის მიერ იმართებოდა. დემოკრატიულად წოდებულ აღმოსავლეთ გერმანიას არანაირი კავშირი არ ჰქონდა დემოკრატიასთან და საბჭოთა რეპრესიული რეჟიმის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლება ძალაუფლებას ძლიერი საიდუმლო პოლიციის შტაზის საშუალებით ინარჩუნებდა. შტაზი აკონტროლებდა მოქალაქეთა ცხოვრებას, უსმენდა ტელეფონებს, ყავდა ჩანერგილი ჯაშუშები და აპატიმრებდა ყველას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იყო. სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში აკრძალული იყო. ცენზურა აკონტროლებდა ყოველგვარ განსხვავებულ აზრს. ხალხი თავისუფლად ვერ მოგზაურობდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი დასავლეთ გერმანიაში. აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ გერმანიაში მოქალაქეთა გადასვლის აღსაკვეთად აშენდა ბერლინის კედელი. რეპრესიების მიუხედავად უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა მუშებსა და მოქალაქეებს შორის. 1953 წლის 16 ივნისს ეს უკმაყოფილება გადაიზარდა ფართო მასშტაბის აჯანყებაში. აღმოსავლეთ ბერლინსა და მთლიანად აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი მასობრივად აპროტესტებდა დაბალ ხელფასებსა და ცუდ საცხოვრებელ პირობებს. ის რაც მუშათა პროტესტით და სოციალური პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით დაიწყო, სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნაში. ქუჩების სავსე იყო გაბრაზებული დემონსტრანტებით, რომლებიც თავისუფლებასა და უკეთეს ცხოვრებას ითხოვდნენ. თუმცა აღმოსავლეთ გერმანიის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირმა პროტესტის წინააღმდეგ ხისტი ძალა გამოიყენა. პროტესტის მონაწილეთა დასაშლელად გაიგზავნა ჯარისკაცები და ტანკები. 1953 წლის 17 ივნისს პროტესტის მონაწილეები ცეცხლსასროლი იარაღის, ტანკებისა და მასობრივი დაპატიმრებების მოწმეები და მსხვერპლები გახდნენ. საპროტესტო გამოსვლები ძალადობრივად იქნა ჩახშობილი, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა, ასობით კი დაიჭრა. ეს მოვლენა გახდა მაჩვენებელი, რომ რეჟიმების ხელში არსებული რეპრესიული მეთოდები არის ერთადერთი საშუალება, რითაც მსგავსი რეჟიმების არსებობა ხანგრძლივდება. პროტესტის რეპრესიებითა და ძალადობით ჩახშობის მიუხედავად ხალხში გაჩნდა იმედი, რომ ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელი იყო. 1953 წლის პროტესტმა აჩვენა აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები ხალხის დიდი სურვილი ეცხოვრათ ისეთ სახელმწიფოში, სადაც მათი ხმა გაგონილი, მათი უფლებები კი დაცული იქნებოდა.